როგორც მოგესალმებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ძალიან მნიშვნელოვანია საგამანათლებლო პროექტები, მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია მწვრთნელთა განათლებას. თქვენი თვითონ UEFA-სთან მოვახერხეთ და შევათანხმეთ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისთვის სპეციალური ექსკლუზიური კურსი. ეს იყო ვაჟთა-შორის B+ ლიცენზია, რომელსაც ერთი მოდული დარჩა და ხოლოს მომავალში ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები, რომლებიც საგამანათლებლო პროექტში მონაწილეობენ, UEFA-ს ლიცენზიის მფლობელები გახდებიან. გამონაკლისი არც გოგონები არიან, სპეციალური კურსი გაკეთა მათთვის, ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებისთვის და დღეს 22 მონაწილემ მიიღო შესაბამისი განათლება დაასრულა და მიიღებენ B ლიცენზიის დიპლომებს. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა ფეხბურთში, ძალიან მნიშვნელოვანია ნაკრების ფეხბურთელებს, რომლებსაც კარიერის შემდეგ შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რომ იყვნენ ისევ ქართულ ფეხბურთში, იყვნენ მონდომებული ისე და მოტივირებული როგორც დღეს არიან და რა თქმა უნდა ხვალინდელი დღე ქართული ფეხბურთისა არის როგორც ვაჟთა ისე გოგონათა შორის ძალიან მნიშვნელოვანი და მინდა წარმატება უსურვოთ თითოეულ მათგანს საფეხბურთო კარიერაში და აგრეთვე მიიღულოთ სარგებლო შემთხვევით ეს B ლიცენზიის აღება და წარმატებები უსურვო უკვე შემდეგ მომავალში მწვრთნელის რანგში. პირველ რიგში დიდ მადლობას გადავხდით ფედერაციას, რომ მოგცა საშუალება გაგვეულო B ლიცენზიის კურსი. ძალიან ბედნიერები და მოხარულები ვართ, რომ უკვე გვაქვს ესე ვთქვათ B ლიცენზია. ეს გვეხმარება როგორც საფეხბურთო კარიერაში, ასევე საომაროდ დაგვეხმარება საბრძოლო კარიერაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თემა იყო, რომელიც აუცილებელია ფეხბურთელმაც იცოდეს და ვფიქრობ, რომ სამწვრთნელო კარიერაში ძალიან კარგად გამოვიყენებთ. კიდევ ერთხელ მადლობაც ვეტყვი ფედერაციას და ჩვენ სტუდენტებს, რომლებმაც ძალიან კარგად მოგვაწოდეს ეს ინფორმაცია. წელი სეზონში შედარებით ძალიან დიდი ნაბიჯი იყო და უფრო სიღრმისეულად მივიღეთ ინფორმაცია მათ იმ საკითხებზე. ძალიან გვეხმარება როგორც პირადად ვიტყვი ფეხბურთელი ვარ ეხაც და გვეხმარება პრაქტიკულ ვარჯიშებში, ასევე ვფიქრობ, რომ სამწვრთნელო კარიერაშიც ეს ძალიან დიდი გამოცდილება იქნება და როდესაც უფრო პრაქტიკას კარგად მივიღებთ, ვფიქრობ, რომ ლიცენზიაზეც ვიფიქრებთ, რა თქმა უნდა და იმედია დავეხმარებით ჩვენ ქვეყანას კარგი ფეხბურთელების გაზრდაში.